Როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი? ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებისგან მიიღო. შეხვედრაზე თავის მხრივ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მედიკოსებს გააცნეს, რა არის აუცილებელი პროგრამაში კლინიკების დასარეგისტრირებლად და როგორ ხდება ელექტრონულად სამინისტროსთვის დოკუმენტაციის მიწოდება. დღეისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებში ოპერაციის დაფინანსების შესახებ განცხადება 2000-ზე მეტმა პაციენტმა წარადგინეს. მოვიწვიეთ კლინიკის ხელმძღვანელები და ასევე რიგითი ექიმები, რომ კიდევ ერთხელ აუხსნათ რა იფარება ამ პროგრამებით, რა არ იფარება, როგორ უნდა მოიქცეს ამ პროგრამის მოსარგებლე, რომ მიიღოს ამ პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. ასევე ვისაუბრებთ იმ ხარვეზებზე, რომელიც წარმოჩნდა ამ 5 დღის განმავლობაში. ტექნიკური პრობლემები არის, მაგრამ ეს ტექნიკური პრობლემები აბსოლუტურად გავლენას არ აქვთ პროგრამის მიმდინარეობაზე. შეხვედრის მიზანი არის ის, რომ დაიხვეწოს ურთიერთობები იმისათვის, რომ პაციენტებისათვის უფრო კომფორტული გახდეს სერვისები. არსებობს რამდენიმე პრაქტიკული ხასიათის შეკითხვა, რომელიც აუცილებელია, რომ დამგეგმებებთან ერთად გაიაროს ქსელის წარმომადგენლებმა. ფედერალობაში მაქვს სამედიცინო ქსელი. და ერთნაირი ინტერპრეტაცია ჰქონდეს შემთხვევებს, რომელიც პაციენტების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.